ხშირად მithქვამს ხოლმე, რუკის ანალიზის დროს ყურადღება მიაქციოთ, რამდენად პლანეტები არიან დადებითად ასპექტირებულები. ანუ თუ რუკაში არის პლანეტა, რომელიც არ არის ასპექტირებული ნეგატიურად, თუ სულ დადებითი ასპექტები აქვს, ეს პლანეტა არის ჰარმონიული. შესაბამისად, ამ პლანეტას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობები, რომ მისი თვისებები გამოვლინდეს მაქსიმალურად დადებითად. ანუ ადამიანი ამ პლანეტას იყენებს მაქსიმალურად კარგი მიზნებისთვის. თუმცა ამ ჰარმონიულობასაც აქვს ესე ვთქვათ დასამუშავებელი მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიულია და კარგად რეალიზდება, არის ერთი მინუსი, რომელიც ახასიათებს ყველა ჰარმონიულ პლანეტას და ზოგადად ჰარმონიულ რუკასაც, როდესაც რუკაში ნაკლები არის ნეგატიური ასპექტები და ყველაფერი დადებითია, ეს დადებითი კონფიგურაციები, დადებითი ასპექტები, შედარებით ძლიერი პლანეტები, ეს არის ცუდი იმ მხრივ, რომ ესეთ რუკაში და ზოგადად ესეთი პლანეტის დროს, როდესაც არის დადებითი ასპექტები, მხოლოდ არის სიზარმაცე აქტუალური პრობლემა ესეთი ადამიანის ცხოვრებაში, რადგან როდესაც პლანეტა არის ჰარმონიული, გარემოსგან არ მოდის, ესე ვთქვათ, დაძაბულობა. გარემო ამ პლანეტას არაფერს არ თხოვს, არანაირი პრობლემა ამ პლანეტას ცხოვრებაში არ აქვს. ან თვითონ ამ ადამიანს თუ რუკა არის ზოგადად ჰარმონიული, ანუ ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანი არის მაქსიმალურად საკუთარ თავთან ჰარმონიაში, კმაყოფილია ცხოვრებით და არაფერი ისეთი რადიკალური სურვილი არ აქვს და შესაბამისად არც რადიკალური мотиваცია არ აქვს, რომ რამე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, რამეს მიაღწიოს, რამე კონკრეტული ნაბიჯი გადადგას. ესეთი პლანეტა, როდესაც არის ჰარმონიული, კმაყოფილია იმით, რაც აქვს, ფუნქციონირებს ნორმალურად, გარემოსგან იღებს ყველაფერს კარგს, არანაირი სერიოზული პრობლემა არ აქვს და შესაბამისად არც ვითარდება. ესეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ჰარმონიული რუკა მაქსიმალურად, არის ზარმაცი. ყველაფრით კმაყოფილია, ბედნიერია, არანაირი სერიოზული პრობლემა არ აქვს, მაგრამ კარგავს მთელ თავის პოტენციალს, დიდ პოტენციალს, რომელიც დევს რუკაში ამ დადებითი ჰარმონიული ასპექტებიდან გამომდინარე, რომ ადამიანს შეუძლია მაქსიმალურად დადებითად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, მიაღწიოს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ხელს არაფერი არ უშლის. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ არის სიზარმაცე, ადამიანი კმაყოფილია, ადამიანს არ აქვს მეტი ამბიციები. სიზარმაცე ესეთ რუკას და ესეთ პლანეტას ღუპავს და პირველ შემთხვევაში არის პირველ რიგში დასამუშავებელი სიზარმაცე. ანუ მაქსიმალურად ადამიანმა უნდა ჩადოს შრომა იმისთვის, რომ აი ეს ჰარმონიული პლანეტა ამუშავდეს მთელი ძალით. ან თუნდაც ჰარმონიული რუკა ამუშავდეს და მისი ესე ვთქვათ პოტენციალი რომ მაქსიმალურად გამოიყენოს, ადამიანმა სჭირდება შრომა.